ვისაუბროთ ყველაზე გავრცელებულ ფობიაზე, ანუ დენტოფობიაზე. დენტოფობია გახავთ სტომატოლოგების შიში, როდესაც პაციენტი სტომატოლოგთან გეგმიურ ვიზიტებზე არ მიდის და ყველაზე კარგ შემთხვევაში მიდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აქვს გამოუვალი მდგომარეობა. ამ დროს ყოველთვის გეუბნებით ხოლმე, რომ სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გეგმიურ ვიზიტში იგულისხმება პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, მაგალითად 6 თვეში ერთხელ. როდესაც მიდიხართ პროფესიული ჰიგიენის ჩასატარებლად თქვენ სტომატოლოგთან, ის გიტარებთ აბსოლუტურად დათვალიერებას მთელი პირის ღრუს და თუ გაქვთ მაგალითად კარიესი დაწყებით სტადიაში, შეგიძლიათ დაწყებით სტადიაშივე უმკურნალოთ, რომ არ გაღრმავდეს და არ მოგვიწიოს ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ ნერვის მოკვლა. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ გამოსავალზე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ დაძლიოთ დენტოფობია. პირველი რჩევა იქნება ის, რომ აირჩიოთ ისეთი ექიმ სტომატოლოგი, რომელსაც ენდობით და გაქვთ დადებითი განწყობა მის მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა გახავთ ის, რომ ესაუბროთ თქვენ სტომატოლოგს, მაგალითად თუ გაქვთ კონკრეტული манипуляცია ჩასატარებელი, ესაუბროთ ყოველ ნაბიჯზე რა უნდა გააკეთოს, რომ არ გქონდეთ რაღაცა ტკივილის მოლოდინი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოამზადოთ თქვენი თავი, მაგალითად გააკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები. ძალიან კარგია თუ ვიზიტის დროს წაიღებთ მაგალითად ყურსასმენებს, გაიკეთებთ ამ ყურსასმენებს და კონცენტრირდებით რაღაც კარგზე და არა იმაზე, რომ შეიძლება манипуляციის დროს რაღაც გეტკინოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პოზიტიური აზროვნება, იფიქრეთ იმაზე, რომ მომავალში გექნებათ ძალიან ჯანმრთელი და ჯანსაღი, სწორედ იმიტომ, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმკურნალეთ მაგალითად კარიესი ძალიან დაწყებით სტადიაში და არ მოგიწიათ ნერვის მოკვლა. აინტერესებს რამდენ ჩემ გამომწერს გაქვთ დენტოფობია და არა მარტო ჩემ გამომწერს, დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. თუ გექნებათ კითხვები, იცით რომ შეგიძლიათ მომწეროთ, მე დროებით დაგემშვიდობებით.